მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. იმედია გუშინ საღამოს ქართული ჩვენი კოალიციის უმრავლესობის პოლიტიკური ხელმწყვიტობის ჩარფუზანის და მუცლით მეზღაპრეობის კვირეული დამთავრდა და გადავდივართ უკვე საქმეზე. საქმე არის ის, რომ გამოცხადდა თარიღი არჩევნების და 10 დღეში დადასტურდება ეს ყველაფერი უკვე იურიდიულად და შეიძლება ითქვას, რომ ფინიშის სწორზე გადიან პოლიტიკური პარტიები. ეხლა ბუნებრივია ისმება კითხვა, სასურველი იქნებოდა თუ არა პრეზიდენტის მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ანუ პრემიერ-მინისტრის მხრიდან უფრო მეტი დემოკრატიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით. ალბათ არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, ცუდი, რომ მათ საპარლამენტო ოპოზიციასთან საუბრობენ, მაგრამ უფრო მეტად არასაპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებებიც გაეთვალისწინებინათ. სხვა თუ არაფერი კოლეგიალობას რაღა უშლიდა ხელს, ხომ? მაგრამ ისე ქვეყანა არ დაქცეულა, მეორედ მოსვლა არ არის. პრინციპში ჩვენ ველოდით, რომ ოქტომბერში იქნებოდა არჩევნები და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ის კი არა და ხვალ რომ იყოს არჩევნები, ჩვენ ყოველგვარი პრობლემების გარეშე ორგანიზებულად მივიღებდით მონაწილეობას და რა თქმა უნდა წარმატების იმედი გვაქვს. ეხლა რაც შეეხება მეორე კითხვას, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მიერ ნაწინასწარმეტყველი და პროგნოზირებული არაერთხელ ჩემს მიერ გაცხადებული 2-3 წლის მანძილზე მოსაზრება, რომ ის ეკლექტიკური გაერთიანება, რომელსაც კოალიცია ჰქვია, ერთმანეთთან არაფრით არ არის დაკავშირებული გარდა სკამებისადმი და თანამდებობისადმი წვდომისა და ტრფობისა, ადრე თუ გვიან დაიშლებოდა, გამართლდა და იმ ფონზე, როდესაც პარტიები აცხადებენ, იქიდან გამოსული ან ნახევრად გამოსული პარტიები აცხადებენ, პოლიტიკური ორგანიზაციები, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, ჩდება კითხვა ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით. აი ამ წუთისთვის როცა მე თქვენ გელაპარაკებით, ჩვენ ვართ დამოუკიდებლად გვაქვს გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამავე დროს არ მოვიტყუებით და ვერ გეტყვით, რომ ეს 100%-ით პასუხი არის დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ეტაპზე არც რაღაცა ერთობლივი ფრონტი, ერთობლივი გაერთიანება, კოალიცია, ბლოკი ჯერ დაგეგმილი არ არის. ოფიციალური მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან არც ერთ დონეზე, არც უმაღლეს დონეზე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან, არც რეგიონულ დონეზე არ მიმდინარეობს, არც არაოფიციალური დონები, რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხვედრები, საუბრები, მოთელვები შეიძლება არის, მაგრამ ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიღებულია, რაიმე კონკრეტული არ არის. ამდენად ამ წუთას, ამ წამს ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც გეზი აქვს არჩევნებში აღებული დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ასევე გულწრფელად, რომ არ არის გამორიცხული, შესაძლებელია რაიმე კონფიგურაცია შეიცვალოს და რაღაცა ცვლილებებიც მოხდეს. ეს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან იქნება იცით, ჩვენ ახლა ბუნებრივია შესაძლებელია ეს გაკეთდეს, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ტექნიკურად აბა ცოტა რთულად წარმოსადგენია საპარლამენტო, ჯერთი საპარლამენტო ოპოზიციაში ვინ არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველასთან შეიძლება ჩვენი საუბარი ან ერთობლივად განცხადების გაკეთება, ქმედება ან არჩევნებში მონაწილეობა ჰიპოთეტურად დაშვებულია, გამონაკლისია ერთადერთი პოლიტიკური ძალა და გაერთიანება, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია. ამიტომ საპარლამენტო სხვა არავინ არ რჩება. ანუ ნახოთ, იცით, არაფერი ისეთ დონეზე, აქაც ოფიციალურ დონეზე გაერთიანების თვალსაზრისით ან რაღაცა შემდგომი თანამშრომლობის თვალსაზრისით არანაირი საუბარი არ ქონია. აქ არის შეიძლება სურვილები, რომ როდესაც ჩვენ ვიქნებით პარლამენტში და დარწმუნებული ვართ, რომ სერიოზულად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში, იქ შესაძლებელია უკვე
ასე ვთქვათ, მონათესაობის პრინციპით, ეს ისე ნახევრად ხუმრობით, მაგრამ პრინციპებზე დაყრდნობით, მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით, რაღაცა კოალიციაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს მეორე ნაბიჯი, მეორე ეტაპია ჩვენი შესაძლო თანამშრომლობის სხვასთან. ამ ეტაპზე არჩევნებამდე არ ფიქრობთ? არჩევნებამდე არა. ახალ მემარჯვენეებთან, ანუ არასაპარლამენტო დიახ. ოპოზიციის ხომ არ იგეგმება თქვენი შექმნა როგორც ბლოკი და როგორც ბლოკი ასე გასულ არჩევნებზე. ჯერ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო ნათქვამი ყოფილ პრემიერ-მინისტრისთან დაკავშირებით, ჩვენთან დაკავშირებით, რომ თქვა ღარიბაშვილი, იყო საუბარი თარხან-მოურავ ინაშვილის პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით, მემარჯვენეებთან, მაგრამ ამ ეტაპზე არავისთან არაფერი არ იგეგმება. კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო. თუმცა, აი როცა ამას ვამბობთ, იმიტომ კი არა თავს ვიზღვევთ. მე უბრალოდ ჩვენ არ გვახასიათებს ტყუილი და მე არ მიყვარს, რომ ესე ვიკე კლუცო როგორც ახასიათებთ ძალიან ბევრს ქართულ პოლიტიკაში, რომ დღეს ერთსაბობენ და საღამოს სხვას აკეთებენ. არა, ამდენად არაფერი ისეთი არ ხდება, ამას ვამბობ როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, ამ მიმართულების წამყვანი, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვრიცხავთ, რომ რაიმე იყოს. მაგრამ ვისთან კონკრეტულად ამას რომ ვიცოდე არ ვიტყოდი დღეს. დიახ. ჩვენი ხედვა არის კი ბატონო. ჩვენ არა შანსები კი ბატონო. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი თვითმიზანი ბარიერის გადალახვა არ არის, სულ არ გავინძრეთ და არაფერი არ გავაკეთოთ ბარიერს, რა თქმა უნდა, გადავლახავ და პარლამენტში ჩვენი ძალები იქ მოხვდებიან. მაგრამ თვითმიზანი და არა თვითმიზანი არის ჩვენთვის ის რომ პარლამენტში მოხვდეთ არასტატისტების როლში, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე სამწუხაროდ სხვა პარტიები როგორც ოცნებობენ, ერთკაციანი პარტიები თუ თუნდაც 10,000 კაციანი პარტიები თუ კი ასეთები არიან, ჩვენთვის მთავარია რომ იქ კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა ვითარდებოდეს ჩვენი პოლიტიკური ძალის აქტიური თანამონაწილეობით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური კარნახით, მიმართულებებით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენილი გვინდა ვიყო ძალიან სოლიდურად და სერიოზულად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის შემდეგ არც ის არის გამორიცხული, რომ იქ მოხდეს კიდევ იდეათა და აზრთა თანხვედრა, რომ კიდევ უფრო ძლიერი იყოს, თქვათ, ეს გაერთიანება, ეს უკვე მეორე ეტაპი არის. რაც შეეხება ჩვენს მზადყოფნას, იცით, რა თქმა უნდა, მე ვთქვი, რომ სულ ხვალაც რომ ხვალ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ გვაქვს იმის რესურსები, რომ ძალიან კარგი ნორმალური და კარგი შედეგი მივიღოთ და წარმატებებზე ვიფიქროთ, მაგრამ დიახ, მოსახლეობას, მაგრამ შედეგები, ხო, მოსახლეობას პირდებით, ძალიან ძნელია ესე ერთ სიტყვაში ჩამოაყალიბო, დაწრიტო მთელი ჩვენი პროგრამა. პირდებით უპირველეს ყოვლისა იმას, რომ განსხვავებით ამ ხელისუფლებისაგან, უნდა მეთქვა წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ სულ მალე ესენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისაგან, რასაც დავპირდებით, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, სისტემური დანაშაულის ამოშანთვა და ბეჭედის დასმა და თქმა იმისი, რომ რა იყო და როგორ იყო ეკონომიკური საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ტერიტორიული პრობლემატიკა, ამას ჩვენ არ მივაჩუმათებთ და არ გადავაყოლებთ პრემიებს, არ გადავაყოლებთ დანამატებს, არ გადავაყოლებთ ხელფასებს და კეთილცხოვრებას. რასაც დავპირდებით, იმას შევასრულებთ. თუ პუნქტობრივად ამას ვერ გავაკეთებთ, ბოდიშსავთ მოუხდით და ვიტყვით, რომ აი ამას ვერ ვასწრებთ, რომ დავძლიოთ, მაგრამ ის რომ მოვედოთ და დავპირდეთ, რომ ყოველი სოფელი 5 მილიონ ლარს მიიღებს და სახლებს და სასახლეებს და სასახლეებს წამოვჭიმავთ და შემდეგ თქვათ, რომ ეს მე არ მithქვავს და იცი რა, არ გამიაზრებია. ისე ვთქვი, ამას ჩვენ არ ვიკადრებთ და ეხლა როდესაც დაიწყება თვის ბოლოდან უკვე ოფისების გახსნაზე არაა საუბარი, ეგ არაა მთავარი. მთავარი არის უკვე საზოგადოების წარმომადგენლებთან, სოციალურ ფერებთან, მოსახლეობასთან შეხვედრა, დაწყებული ნინო წმინდიდან დამთავრებული ლაგოდეხამდე. აი ნახავთ ჩვენ იქ რასაც დავპირდებით, შევეცდებით რომ ის შევასრულოთ. არ მოვატყუებთ მათ.
დავიწყებთ სერიოზულად საარჩევნო კამპანიას, შემდეგ კი ჩვენ გვაქვს ცით არის პარტიულ ცხოვრებას ახასიათებს რამდენიმე მიმართულება მუშაობის და შიდა პარტიულ ორგანიზაციულ სტრუქტურული გადაწყვეტილებები ეს არავისთვის ეს შიდა სამზარეულოა და ბევრად საინტერესო არ ამგონია საზოგადოებისთვის იყოს ეს არის პირველი ეტაპი და ეს ახლა მიმდინარეობს ცენტრალურ ოფისიდან დაწყებული შემდეგ განივთდება სხვაგანაც მაგრამ შემდეგ უკვე მეორე ეტაპი ეს საზოგადოებასთან შეხვედრა ჩვენ მხარდამჭერებთან შეხვედრა და ადამიანებთან შეხვედრა რომელთა დარწმუნებაც იქნება საჭირო რომ დაგვიჭირონ ხარი ან რატომ უნდა დაგვიჭირონ ხარი რითა ვართ ასეთი განსაკუთრებულები ეს არის უკვე საინტერესო თქვენთვის უპირველეს ყოვლისა და ჩვენთვისაც ეს იქნება უკვე აი თვის ბოლოდან აუცილებლად იქნება ყველა რაიონში ოფისების გახსნა რეგიონალური ოფისები ყველგან ფუნქციონირებს ისედაც მაგრამ ყველა რაიონში რა თქმა უნდა სათითაოდ იქნება ოფისების გახსნა ფინანსური პრობლემები არსებობს მაგრამ დავძლებთ ამას დიახ კი ბაკურია ჩვენი ამ საკითხში აპრილის ბოლოდან არის რაღაც საკითხები მოსაგვარებელი ყარაბაღის კონფლიქტსაც რო შევეხოთ თქვენ საქართველოს ელჩი სასამართლოში იყავით საქართველოს ელჩიაზე დიახ ამ კონფლიქტებს რო გააკეთეთ შეფასებები რეალურად საქართველოს რა საფრთხე ემუქრება და სასამართლომა როგორც ვიცით შეწყვიტა კი ბატონო ამას აქვს დიახ ეს არის ძალიან რთული ისტორიული პრობლემატიკა მე როგორც აღმოსავლეთსოდნე და ყოფილი საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში შემდეგ მე მონაწილეობდი სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში აღმოსავლეთის საკითხებთან დაკავშირებით იგივე ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 90-იან წლებში მეტნაკლებად ფლობს სიტუაციას როგორ არის რა არის ამას აქვს ძალიან დიდი ისტორიული წინაპირობები სომხური წყაროები, აზერბაიჯანული წყაროები, სხვა ქვეყნის წყაროები სულ სხვანაირად განიხილავენ, ჯერ კიდევ იქამდე ვიდრე ეს პრობლემა იქნებოდა, თუნდაც დასახელებებით სხვა არის სომხური მხრიდან, მაგალითად მთიან ყარაბაღს არწახს უწოდებენ, უფრო ადრე ვარარაკანი ერქვა მას, აზერბაიჯანის მხრიდან მას ხანკენდი ქვია და თვითონ ეს ფორმაც ყარაბაღიც არის თურქულ ირანული ფორმა, შავი ბაღი ყარაბაღი ისტორიულად ძალიან სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი იყო ეხლა არ ვიცი დრო რამდენი საშუალებას იძლევა მაგრამ დაწყებული თურქები, სელჯუკები, თემურიდები, სეფიანიდები ყველანი იყვნენ ამ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდნენ ისინი სხვათა შორის როცა სეფიანთა დინასტია მე-18 საუკუნეში ფლობდა ამიერკავკასიის დიდ ნაწილს და მათ შორის მთიან ყარაბაღის ამ ნაწილს იქ ბეგლარ-ბეგი და ამ სახანო ერქვა მაშინ ყარაბაღის სახანოს ბეგლარ-ბეგი და პირველი პირი იყო ქართველი უმდილაძე ეს უმდილაძეა რომელიც შაჰაბაზის კარზე ეს გვარი და ეს კლანი ქართველების საქართველოსთან გატაცებული იყო ეს ახალგაზრდა და იგი გაიზარდა აკონტროლებდა მთელ აღმოსავლეთის და სპარსეთის ჯარს იყვნენ მამაშვილი უმდილაძე იმამყული ხანი დაუდ ხანი და ალავერდი ხანი და სხვათა შორის საინტერესოა რომ აქვე გვერდით მეორე კლანი იყო ასევე ქართველების ხოსრო მიზარ და როსტომ ხანი ამას იცით რატომ ვამბობ რომ მაშინაც კი როდესაც მთელი ყველაზე დიდი პოტენციალი სამხედრო იმდროინდელი სოფლიოსი და განსაკუთრებით აღმოსავლეთის სპარსეთის ქართველი გენერლების და მთავარსარდლების ხელში იყო ეს ორი კლანი ქართველების ნაცვლად იმისა რომ რაღაცა საერთო მოეძებნათ და საქართველოს სიკეთე გაეკეთებინათ კი ცდილობდა ზოგიერთი მათგანი და მე შეეწირა კიდეც ამას გაერთიანებული იყვნენ ერთმანეთს ჭამდნენ და შაჰი პირიქით ერთს მეორის წინააღმდეგ იყენებდა ამას იცით რატო ვამბობ რომ საქართველოს ქართველებმა ვერ ვისწავლეთ ისტორიიდან გაკვეთილები ეხლაც ერთმანეთს ჭამთ ეხლა სულ სხვა სიტუაცია ეხლა სხვაგან გადავედი მაგრამ ესეც არის ეს ამან გამახსენა ეხლა რაც შეეხება და შემდეგ ეს შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე იგივე გულისტანის იგივე თურქმენჩაის ხელშეკრულები და სხვადასხვა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას რა თქმა უნდა გაგრძელება ამ კონფლიქტის არავის არ აწყობს
არც იმიტომ რომ რეზერვები და რესურსები ამისი არ ამგონია რომ სომხეთს და მთიან ყარაბაღს ჰქონდეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკას ანუ სტეფანაკერტს, ასევე აზერბაიჯანს. გარდა ამისა, ეს რომც ასე იყოს დაინტერესებული სახელმწიფოები მსოფლიოში, ერთის მხრიდან თურქეთი, ირანი, რუსეთი და სხვა ქვეყნები, შეერთებული შტატები, ამის უფლებას უბრალოდ არ მისცემენ. ეხლა რაც შეეხება ამ წუთისთვის მდგომარეობა არის ისეთი რომ შეწყვეტილია ჯერჯერობით სამხედრო მოქმედებები, შეწყვეტილია, მაგრამ აქ არის საკითხი ასე სომხეთს სურს 1 აპრილის მდგომარეობამდე მივიდეს ეს ყველაფერი. რადგან როგორც სხვადასხვა წყაროები ურთიერთგამორიცხავია, მაგრამ მაინც ასე ჩანს, რომ რამდენიმე კილომეტრით ამ 200 კილომეტრიან პერიმეტრზე თვით ირანის საზღვართანაც კი რამდენიმე კილომეტრით აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანმა მოახერხა თავისი უფრო მიახლოებოდა იმ დაშორიშორების ხაზს. ზოგან ამბობენ 3 კილომეტრია, ზოგან 11. სტაბილურად გაიყინება, ალბათ გაიყინება, ისევ ამუშავდება მინსკის ფორმატი, ისევ ამუშავდება შუამავალი სახელმწიფოები, რუსეთი უპირველეს ყოვლისა, კასპიის ზღვაზე მას ძალიან დიდი დაჯგუფება აქვს, სხვა საიდანაც იბომბებოდა ისლამური სახელმწიფოს დაიშის ობიექტები კასპიის ზღვიდან, ასევე რუსეთს აქვს თავისი სამხედრო ბაზები გიუმრიში, ამიტომ შუამავლად ისინი აუცილებლად იქნებიან მათ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ბატონო კი ბატონო მაშინ მოკლედ საქართველოს როლი უპირველეს ყოვლისა თუ ვინმეს მსოფლიოში ამ ორი სახელმწიფოს გარდა აზერბაიჯანს და სომხეთს გულისხმობს ჭირდება იქ მშვიდობა უპირველეს ყოვლისა ეს არის საქართველოს. საქართველოს შეიძლება შეთავაზოს შუამავლის როლი, მაგრამ არ ამგონია რომ დღევანდელი საკმაოდ დაბალი ავტორიტეტი დღევანდელი აღმასრულებელი სტრუქტურების და საქართველოს ხელისუფლების იყოს საკმარისი, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და მოხდეს აქ საქართველოს შუამავლის შუამავლობის მეშვეობით ამ საკითხის მოგვარება. ეს უფრო მოხდება, მე ვფიქრობ, სხვა დონეზე. შეერთებული შტატები, ევროკავშირი ნაწილობრივ და რუსეთი. ალბათ ეს იქნება აუცილებლად იქნება ჩართული თურქეთი, ეს არის აუცილებელი პირობა ალბათ აზერბაიჯანის და ასე იქნება დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და პირდაპირ თუ არა ირიბად აუცილებლად ასევე ირანი. ამ თემას მინდა გითხოთ რა, იმიტომ რომ თქვენი ეს გარკვეული ოპოზიციის არ ქონათ ოპოზიცია, უკვე ნიშნავს პოზიციას. თავისთავად. ანუ ჩვენი პარტნიორი ვინ არის ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტში რა? ამ კონფლიქტში იცით ჩვენი პარტნიორი არ შეიძლება იყოს ან ერთი ან მეორე. ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ერთი, რასაც სამწუხაროდ არ ამბობენ, ძალიან სტერეოტიპული აზროვნება ჩამოუყალიბდა ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ყველაფერს იწყებენ იშორენ ხელს რუსეთისკენ. იმას თავისი ინტერესები აქვს, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება რომ ერთი მიმართულება ავიღოთ, იმიტომ რომ ნუ დაგვავიწყდება საქართველოში არის რეგიონები კომპაქტურად დასახლებული აზერბაიჯანელები, ჩვენი ძმები მოქალაქეები კომპაქტურად დასახლებული სომხები. ნუ დაგვავიწყდება გარდა ამისა საზღვარი ერთანაცა გვაქვს, მეორესთანაც გვაქვს. ნუ დაგვავიწყდება აგრეთვე ენერგო მატარებლები ბაქო-თბილისი-ჯეიხანი, ნუ დაგვავიწყდება შახდენიზის გასადერი, ნუ დაგვავიწყდება ყარსი ახალქალაქის რკინიგზა. ტრისას და ავისას რომ დაიწყოს ფართო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველა რეზერვი თვით სასულიერო პირების ჩართულობაც კი, ასე ვთქვათ, სულიერი ლიდერების ჩართულობაც კი, იმისათვის რომ ეს არ გაგრძელდეს, რადგან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ჭირდება მომარაგება იარაღით, ტექნიკით, დახმარებით, ტყვია-წამლით, ხალხის რესურსებით, თუ კი ჩვენი თანამოქალაქენი, ჩვენი ძმები, ჩვენი საქართველოს მოქალაქენი ცხამთასიქით სირიაში მიდიოდნენ საომრად. რატომ არ არის გამორიცხული რომ ნაწილი წავიდეს ერთი მიმართულებით, ნაწილი წავიდეს მეორე მიმართულებით. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს თუ ბოლომდე არა და მე ვიცი როგორც აღმოსავლეთსა და გეუბნებით რომ ეს საკითხი არ გადაწყდება და არ მოგვარდება უახლოეს 10 წლეულებში მე ესე ვფიქრობ ღმერთმაქნას ვწდებოდე მაგრამ ის რომ დაკონსერვდეს მოლაპარაკების დონეზე აუცილებელია მე ერთსაც შეგახსენებთ 1991 წელს როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო უცბად როგორ მოხდა დაძაბულობა საქართველოში არ ვიტყვი ქალაქს სადაც ცალკე ერთი მიტინგი ტარდებოდა
ერთი მხარდამჭერი, მეორე და ჩვენ მიდექით შუაში, რომ რამე არ ხდორიყო, მე ვიყავი პირდაპირ თვითხილველი, მე მონაწილეობდი ამ მოლაპარაკებებში, როგორც არბენოლოგი და მიტინგებზეც კი გამოდიოდი სხვადასხვა ენებზე და ჩავაცხრეთ ეს დაძაბულობა და ღმერთთან უკრას, რომ ფართო მასშტაბიანი ომი ატყდეს.